როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობის მოგესალმებით ყველას. რადიო იმედის ეთერში დაიწყო გადაცემა PR ფორუმი. მე ამ გადაცემის წამყვანი ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეს PR დღეები 2014 შესახებ ვისაუბრებთ. შევაფასებთ, შევაჯამებთ ამ ღონისძიებას, რომელიც 4, 5 და 6 აპრილს პროფესიული გაერთიანება PR კლუბის ორგანიზებით გაიმართა თბილისში. მასზე დასწრების საშუალება კი PR პრაქტიკოსების გარდა დარგი დაინტერესებულ პირებსაც შეეძლოთ. სამივე დღე იყო თემატურად განსხვავებული და პროექტის მიზანი გახლდათ PR სფეროს პოპულარიზაცია, ამ სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსების ერთ სივრცეში გაერთიანება, გამოცდილების გაზიარება, სიახლეების ურთიერთგაცვლა, პრობლემატური საკითხების გამოვლენა და მათი მოგვარების გზების ძიება. პირველ დღეს ქართველი პროფესიონალების წინაშე წარსდგა 35 წლის სტაჟის მქონე მედგონ რინგის სფეროს თანამედროვე ტენდენციების შესახებ ონლაინ კონფერენციის მეშვეობით ისაუბრა და საკუთარი გამოცდილებაც ქართულ კოლეგებს გაუზიარა. უფრო ვრცლად ამის შესახებ PR პრაქტიკოსი და PR კლუბის წევრი სულ რამდენიმე წუთში ჩავთავთ მას ეთერში ბერდე ნაცვლიშვილი ისაუბრებს და შეაჯამებს, რაც შეეხება მეორე დღეს 5 აპრილს PR დღეს მასპინძლობდა კომპლექსი კრუიზი, სადაც პროექტის ფარგლებშივე მოეწყო პროფესიული მიმართულების ტრენინგ ცენტრების სასწავლო დაწესებულებებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოფენა გაყიდო. გარდა ამისა დაჯილდოვდნენ ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულები თემაზე PR დღეს, რომელსაც ორგანიზებას უწევდა პერიტუს ჯგუფი და რომლის შესახებ PR ფორუმში არაერთხელ გვისაუბრია და ბუნებრივია ამ დღეს როგორც იყო დაანონსებული ქართველი PR პრაქტიკოსები წარსდგნენ სპიკერების როლში. პრაქტიკოსების გამოსვლა, ასე ვთქვათ, იყო სამ ბლოკად დაყოფილი. პირველი გახლდათ მარიკა დარჩია თემით PR დღეს 20 წლის შემდეგ. შემდეგ იყო ელდარ პირმისაშვილი ვის ჭირდება PR სააგენტოების კვლევა, მაკო ჯავაშვილი გზა იდეიდან შედეგამდე, გიორგი კალატოზიშვილი კი თემით პროფანიდან პროფესიონალამდე. მეორე ბლოკი ეთმობოდა კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომლის ფარგლებშიც კახა მაღრაძემ ისაუბრა უპასუხისმგებლო სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. რუსუდან კბილაშვილმა კი წარადგინა პრეზენტაცია სათაურით როცა ღირებულება ზე მეტად ფასობს. რაც შეეხება მესამე ბლოკს, ეს იყო PR-ის შესახებ, როგორც მომავლის გამოწვევებზე უნდა ესაუბრათ სპიკერებს. თიაგო ცაძემ ისაუბრა სიმბოლოები მართავენ მსოფლიოს და არა სიტყვა და კანონი. გიორგი კოპალეიშვილმა უფსკრულზე გადებული ხიდის ახალხო დიპლომატია, თეონე ბაღდავაძე PR მომავლის პროფესია და თიაგო ცაძემ კი საზოგადოებასთან ურთიერთობა თანამედროვე საქართველოს საჯარო მმართველობაში. ამ დღის შეფასება ჩვენ თხოვეთ ქართული PR-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილების მქონე PR პრაქტიკოს მარიკა დარჩიას, რომელსაც უახლოეს მომავალში ჩავთავთ ჩვენ ღიეთერში ბუნებრივი გადაცემის ფარგლებში. ხოლო რაც შეეხება მესამე დასკვნით დღეს, ეს გახლდათ არაფორმალურ გარემოში ვახშამი, რომელიც ასე ვთქვათ დარგის სპეციალისტების გაცნობა და ახლოვებას ისახავდა მიზნად, სადაც უამრავი გათამაშება მოეწყო და ბევრი გამარჯვებულიც გამოვლინდა. სწორედ ამ საღამოსვე გადაწყდა სპონტანურად, რომ ის სტუმარი, რომლის სახელიც ამოვიდოდა ლოტოტრონიდან, დღევანდელი გადაცემის სტუმარი უნდა ყოფილიყო და გამომდინარე იქიდან, რომ PR პრაქტიკოსებს საკუთარი საქმიანობის გამო და ამ საქმეობელი კომპანიების შესახებ უწევთ ხოლმე საუბარი, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გამარჯვებული ღიეთერში საკუთარი პერსონით უნდა წარგვედგინა. ეს აღმოჩნდა ქეთევან გალუმაშვილი, ახალგაზრდა PR სპეციალისტი ჯებრადან, თუმცა სამწუხაროდ მან ვერ შეძლო დღეს გადაცემაში მონაწილეობის მიღება და იმედია შემდეგ გადაცემებში აუცილებლად შევასრულებთ დანაპირებს. და გადაცემის ბოლო ნაწილში ღიეთერში ჩავთავთ PR პრაქტიკოს და ბლოგერს თათა მორჩილაძეს, რომელმაც PR დღეები 2014 შესახებ პუბლიკაცია უკვე განათავსა საკუთარ გვერდზე და შთაბეჭდილებებს უკვე PR ფორუმშიც გაგვიზიარებს. ეს მოკლედ, მოკლედ, მაგრამ მაინც დეტალებს, შეფასებებს და ღონისძიების შეჯამებას უკვე შევიტყობთ ჩვენი სტუმრებისგან. ბერდე ნაცვლიშვილია დღეს ჩემი გადაცემის პირველი სტუმარი, რომელიც ტელეფონის მეშვეობით გვერდება. საღამოშიდობის მოგესალმებით ბატონ ბერდია. საღამოშიდობის მივესალმები თქვენი სტუდიის ყველა მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ერთგვარი მისია და გაკისრეთ და გთხოვეთ, რომ პირველი დღის ერთგვარი შეჯამება, შეფასება გაგეკეთებინათ და ის სტუმრები, რომლებიც ვერ მოახერხეს ონლაინ კონფერენციაზე დასწრება, მიგეწოდებინათ ინფორმაცია, რაზე იყო საუბარი, რის შესახებ გააკეთა მთავარი აქცენტები ძალიან მნიშვნელოვანმა ფიგურამ PR სფეროში და როგორ შეაფასებდით ზოგადად თქვენ ამ პროექტს PR დღეები 2014. დიდი მადლობა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ის მოლოდინი, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფს PR კლუბის სახით ჰქონდა PR დღეების მიმართ გამართლდა, ჩვენ ძალიან რაღაცა პერიოდში ვნერვიულობდით იმაზე, თუ რა ინტერესი, ან როგორი იქნებოდა ინტერესი
დარგის მხრიდან, დარგში დასაქმებული პრაქტიკოსების მხრიდან ჩვენ სიამაყედ გვინდა ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი ის ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვიდა, ძირითადად ეს იყო სამსახურებრივი მოუწყებლობა, ისინი რაღაცნაირად ამ პიარ დღეების გვერდში იყვნენ, ეს იგრძნობოდა, მაგრამ თავარია, რომ რამოდენიმე ათეული პიარ პრაქტიკოსი აი ამ 3 დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული პიარ დღეები 2014-ში. ჩვენი პირველი ღონისძიება დაიწყო პარასკევს, როდესაც საქართველოში პირველად, ესეც პირველი პრეცედენტია, ონლაინ კონფერენციის სახით მონაწილეობა მიიღო ამერიკელმა ექსპერტმა, მეთიუ გორნინგმა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ის ძალიან საინტერესო პროფესიონალია, მას აქვს 35 წლიანი გამოცდილება ძალიან მაღალ პოზიციებზე მუშაობის, ის იყო ვიცე-პრეზიდენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კომპანიის, როგორც ამერიკული, ასევე ტრანსნაციონალური და ამჟამად ის ასევე მუშაობს და წარმოადგენს განათლების მიმართულების ხელმძღვანელს ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტისა. ეს არის ერთგვარი ესეთი კვლევითი ინსტიტუტი, კვლევითი ცენტრი, კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც სწავლობს ზოგადად პიარ პრაქტიკას. ეს ძალიან იშვიათია მსგავსი ტიპის ორგანიზაციები, სულ ფიძზე ჩამოსათვლელი, მათ შორის ერთ-ერთი არის ზუსტად აი ამ პიარ ინსტიტუტი, რომელიც ამერიკაშია განთავსებული. მან ისაუბრა მის გამოცდილებაზეც, იმიტომ რომ ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იყო, რომ დამსრე პიარ პრაქტიკოსებს, რომლის ყოველდღიური საქმიანობაც არის ზუსტად კომუნიკაციის მართვის პროცესები, გაეგოთ ის გამოცდილება, რომელიც ამ ადამიანმა ბოლო 35 წლის განმავლობაში გამლო. ჩვენი მასპინძელი იყო განათლების მულტიმედია ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ იყო მცირე ხარვეზები ონლაინ კონფერენციის ჩატარების, ვფიქრობ, რომ დამსრე აუდიტორიამ მიიღო ის მნიშვნელოვანი აქცენტები, რომელიც მეთმა გააჟღერა. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგვეგრძელებინა მის შემდეგ პრეზენტაცია. ჩვენი აუდიტორიიდან იყო სხვადასხვა კითხვები, მათ შორის იყო კითხვა თუ რამდენ პროცენტ თანხას, რამდენ პროცენტს ხარჯავს პიარ სამსახური კომპანიის ზოგადად წლის განმავლობაში, ხირავენ თუ არა ორგანიზაციები პიარ საკონსულტაციო კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ ყავთ თუ არა მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თავიანთ ორგანიზაციულ სტრუქტურაში, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად პიარ შედეგების გაზომვის საკითხებზე, ვისაუბრეთ თანამედროვე ტენდენციებზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობები, რომელიც სამწუხაროდ აი ამ მთელი 20 წლიანი ისტორიისა, რაც საქართველოში პიარის დარგი დაიწყო ფეხის მოკიდება და განვითარება, მსგავსი ტიპის ღონისძიებებით ჩვენს უცხოელ კოლეგებთან პარტნიორული ურთიერთობები ჩვენ განებივრებულები არა ვართ, ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე თითზე ჩამოსაცვლელი მაგალითი, როდესაც საქართველოში იყო მსგავსი მასშტაბის ადამიანები, რომლებსაც რაღაც შეზღუდულ რაოდენობა პიარ პროფესიონალებთან ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ესაუბრა მათ გამოცდილებაზე, მაგრამ ძალიან გვიხარია, რომ ნინელა საქართველოს პიარ კლუბი ორგანიზებას უწევს ძალიან საინტერესო ასეთი ტიპის ონლაინ და ოფლაინ შეხვედრების ორგანიზებას და დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ტიპის საერთაშორისო გამოცდილება პიარ კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება არა მარტო ამ წლის, არამედ ზოგადად უახლოესი წლების განმავლობაში. იმიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის გამოცდილება, რომელიც არის დასავლეთში, რომელიც ხშირ შემთხვევაში იყო საკითხები, რომლებიც ძალიან გავს ერთმანეთს და იყო საკითხები და კითხვები, რომლებიც ძალიან ტრადიციულია, ასევე და აქტუალურია ამერიკული ბაზრისთვის, მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი მონაწილის კითხვა იყო, რა ქნას პიარ მენეჯერმა მაშინ, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელი მხოლოდ და მხოლოდ ელოდება და მოლოდინი აქვს, რომ ხშირად კომპანიის შესახებ იხილავს ინფორმაციას მედია საშუალებებში, ხო? ამიტომ იყო საუბარი, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები და მოლოდინები არის ზოგადად იგივე ამერიკულ კომპანიებში, როდესაც ხელმძღვანელის ერთადერთი მოთხოვნა არის, რომ მან დაინახოს თავისი კომპანიის შესახებ ინფორმაცია მედია საშუალებებში. ანუ ამის მიღწევა, რა თქმა უნდა, აი აქ არის ზუსტად ის სიზნელეები, რომელიც მედიასთან ურთიერთობას ახლავს და ეს სიზნელეები როგორც ჩანს, რაღაცნაირად საერთოა, როგორც ქართული ბაზრისთვის, პიარ პრაქტიკოსებისთვის, ასევე ამერიკელებისთვის. ამიტომ მე ვფიქრობ,
ვფიქრობ, რომ ის 2 საათი, რომელიც ჩვენ ამ ადამიანთან ონლაინ კონფერენციის რეჟიმში გავატარეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ უფრო წარმომადგენლობითი იყო მეორე დღე, სადაც ქართველი პრაქტიკოსები თავის გამოცდილებას უზიარებდნენ ასევე სხვა ქართველ პრაქტიკოსებს, ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი პრეცედენტია, რომ მსგავსი ტიპის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა ასეთი ფორმით მინიმუმ ქონოდა. ძალიან დიდი მადლობა ბერდია თუ შეიძლება არ გამითიშოთ და მე მაინტერესებს აქვე გარდა ინტერვიუების რაზეც ვისაუბრეთ მთავარი ტენდენციებად და გამოწვევებად რა გამოიკვეთა ბატონ მეთთან საუბრის შემდეგ ბუნებრივია დამოკიდებულებები დაემთხვა ერთმანეთს ასევე იყო განსხვავებებიც მათ შორის მაგრამ მთავარი რაზეც გაკეთდა აქცენტი რა საკითხები იყო გარდა იმისა რაზეც თქვენ ისაუბრეთ დიახ ანუ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის საკითხი, რომელიც ეხება დამსაქმებელს დამსაქმებლის გაცნობიერებას, თუ რაში ჭირდება მან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ან სპეციალისტი ან ზოგადად მენეჯერი. და მეთმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გაყიდის ამას, როგორ წარუდგენს ამ ინფორმაციას თვითონ პიარ პრაქტიკოსი საზოგადოება, ანუ მის დამსაქმებელს, ანუ ხშირია ის, რომ დამსაქმებელს არ ევალება და არ არის ვალდებული, რა თქმა უნდა, მან იცოდეს ზუსტად თუ რას უნდა აკეთებდეს პიარ სამსახური. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამ სამსახურის შექმნაზე მიდის საუბარი, ან როდესაც ვაკანსია და გასაუბრებაზე უნდა მიიღონ პიარ სამსახურის ხელმძღვანელი მენეჯერი ან სპეციალისტი, მან კარგად დაანახოს ის საჭიროებები, მან კარგად დაანახოს ის ფუნქცია, რომელიც შემდგომ ამ დასაქმებულს ექნება ამ სამსახურში ხშირია, როდესაც ხდება აცდენა ამ გზების, ხშირია ის, რომ კომპანიის ხელმძღვანელის მითითებებს ემორჩილება და აღმსრულებელია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აი ასეთი ტიპის დავალებების ან მითითებების და ის სწორად ვერ ახორციელებს იმ ფუნქციას, რომელსაც კომუნიკაცია ორგანიზაციის შიგნით და ორგანიზაციის გარეთ ყველა მიზნობრივ ჯგუფთან. ამიტომ ტენდენცია შედარებით უფრო მსხვილდება პიარ პრაქტიკოსები უფრო მეტად ექსპერტული როგორც ვთქვა ექსპერტული ექსპერტული ცოდნის მატარებლები არიან და უნარების მატარებლები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებმა ნელ-ნელა უნდა ჩართონ აქტიურად უნდა ჩართონ პიარ სამსახურები, პიარ პრაქტიკოსები ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში და რაც თავარია, ამ პიარ პრაქტიკოსებმა ზედმიწევნით უნდა იცოდნენ კომპანიის შინაარსი, კომპანიის ბიზნესის ანბანი, რომ მათ კარგად განახორციელებოს საკომუნიკაციო სტრატეგია. ანუ მარტო ის, რომ ჩვენ ვიცით რა არის კომუნიკაცია, ანუ მარტო ის, რომ პიარ პრაქტიკოსმა იცის რა, როგორ დაწეროს, როგორ მოამზადოს პიარ სტრატეგია, როგორ განახორციელოს, აღასრულოს, იგი მხოლოდ ეს ინსტრუმენტები და სტრატეგიები და ამის ცოდნა თეორიული და პრაქტიკული არ არის საკმარისი. უმნიშვნელოვანესია პიარ პრაქტიკოსი ზედმიწევნით კარგად იცნობდეს კომპანიის ბიზნესის საფუძვლებს ძალიან კარგად, აი მხოლოდ ამ ასეთი ინტეგრირებული მიდგომით არის ზუსტად როგორ წარმატება პიარ პრაქტიკოსის. ანუ რეალურად პიარ პრაქტიკოსი გამოდის ინტეგრატორი რაღაცნაირი კომპანიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესების. ამიტომ მხოლოდ ის ადამიანი შეძლებს კარგად განახორციელოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ცოდნა თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევები და მეორე ძალიან კარგად ზედმიწევნით იცნობს კომპანიის ბიზნესის საფუძვლებს. ანუ ეს ორი რაღაცა არის წარმატების გარანტია, რაც სამწუხაროდ ბევრ კომპანიაში იგივე შეერთებულ შტატებში აღინიშნა, რომ ეს არ არის მაგალითად ძალიან მასიურად წარმოდგენილი, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს კარგი პიარ პრაქტიკოსები, იგივე მეც მას აღნიშნა, მაგრამ სამწუხაროდ ისინი კარგად ვერ ერკვევიან ზოგადად ბიზნესის შინაარსში, ბიზნესის საფუძვლებში, რაც ხშირად იწვევს იმას, რომ პიარ სამსახურები რჩებიან საკომუნიკაციო პროცესის განხორციელებელად, მაგრამ ისინი აი ამ თანამედროვე გამოწვევებს, თანამედროვე გლობალურ პროცესებში და ზოგადად კონკურენტულ გარემოში უფრო ჩამორჩებიან, იმიტომ რომ კარგად არ ესმის ზოგადად მათი ბიზნესის შინაარსი. რაღაცნაირად ეს ინტეგრატორის დამაკავშირებელი, უფრო დიდი ფუნქციის მატარებელი, როგორც ფუნქცია დაგვანახა,
რომელზეც არის უფრო მოთხოვნა და დიდი კომპანიები ზუსტად ისეთ ადამიანებზე ნადირობენ, რომელსაც შეუძლია ერთის მხრივ მოიტანოს სოდნა და უნარჩვევები და მეორე კარგად შეითვისოს და გაითავისოს კომპანიის ბიზნესის იდეა, რომელსაც მე ამ ყველაფერს შემდეგ კარგად გაყიდვის. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ბერდიან ნაცვლიშვილი საუბრობდა პიარ დღეები 2014-ის შესახებ. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ამ პროექტსაც, რომელსაც ძალიან გულშემატკივრობთ და იმაც ვიტოვებ, რომ იქნება სამომავლოდაც ტრადიციულ სახეს მიიღებს. ამჯერად კი ქალბატონ მარიკა დარჩიას ვთხოვთ ღია ეთერში, რომელსაც უკვე დიდი ხანია ვალოდინებ და ბოდიშს ვხვდით, ეს გახლავთ ქალბატონი, რომელიც იმედი არ მიწყენს, რომ არის ერთ-ერთი უხუცესი ამ პროფესიაში, მას ბებიასაც კი უწოდებენ ქართული პიარის, როგორც თავად ამბობს, დედობას გადაახტა, ასე ვთქვათ. აღმშვიდობისა ქალბატონ მარიკა, მოგესალმებით. აღმშვიდობისა, მოგესალმებით. უღრმესი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გადაცემა გაგდათ ჩვენი პროფესიისთვის ძალიან საჭირო. უღრმესი მადლობა. მე ხა მაინტერესებს როგორ შევაფასებ აღმატებულად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ალბათ რა ვიცი, ყველას გვინდა რომ ყველაფერი იყოს, ასე ვთქვათ, ძალიან პერფექტული, მაგრამ როდესაც პროფესია პრაქტიკულად ძალიან ახალგაზრდა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ თან მუშაობთ და თან ვსწავლობთ, ეს ძალიან, ასე ვთქვათ, რთული გზა არის, როდესაც მასწავლებელიც ხარ და მოწაფეც ერთდროულად. ამიტომ პიარ დღეები, რომელსაც ქონდა რაღაც გარკვეული ჩანასახი წლების წინ და იყო მცდელობა, რომ სტუდენტები ყოფილიყვნენ ძალიან ჩართულები, რომ საკონკურსო ნაწილი ყოფილიყო ძალიან გამოკვეთილი. ქონდა განსხვავებული გაგრძელება. ბერდიან ბევრი ლაპარაკა იმ ინტერნეტ კონფერენციაზე. მე გავჩერდები და უფრო საინტერესო, არც ის იყო ნაკლებად საინტერესო, მაგრამ როდესაც თავად პრაქტიკოსები არიან გახსნილები და პროფესიული ტკივილის, სოდნის, გამოცდილების და პრობლემების გაცვლა ხდება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის. ამიტომ გამომსვლელები იყვნენ ძალიან საინტერესოები. რა თქმა უნდა, მომავლისთვის ვისურვებდი გაცილებით უფრო კრეატიულად რომ ყოფილიყო ეს გაკეთებული და იმედი მაქვს რომ ასეც იქნება. უფრო кейსებით და უფრო ასე ვთქვათ, ძალიან ხილული და პრაქტიკული საფუძვლებით. ერთგვარი ფორუმის სახეც რომ მიიღოს, ალბათ ძალიან კარგი იქნება. კი, აუცილებლად, იცით გაცილებით უფრო ადრე უნდა დაიწყოს ეს, უფრო მეტი ხალხი უნდა იყოს ჩართული, მზაობა უნდა იყოს განსხვავებული, ანუ მომზადების პროცესი. ამჯერად იცით ნამდვილად პიარ კლუბმა ითავა ისეთი ეს არ იყო, ეს ადვილია, ასეთი 3 დღე თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, არაფერს არ ქონდა ეს ხარვეზი, მაგრამ ამას აკეთებდა სულ რამდენიმე ადამიანი, კალეჟა არ შემიძლია არ გამოვხოდა, ბერდიაც, ელდარიც, მაგრამ აქ უფრო ფართო, სერიოზული წინასამუშაო პირობა უნდა იყოს და მოსამზადებელი და იმედია, რომ მომავალი პიარ დღეები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს. უნდა იყოს, მე ვთქვი კიდეც ჩემ გამოსვლაში, რომელიც ძალიან ისეთი მიმოხილვითი იყო, როგორ დავიწყეთ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ მართლაც. და აი ვისურვებდი, რომ ეს რაღაცა საერთაშორისო დიდ ქარტიაში შევიდეთ, გქონდეს ასე ვთქვათ პროფესიული ერთობა და არა მარტო კლუბური, არამედ რაღაცა უფრო პროფესიულ გაერთიანებად ვიქცეთ. რომ გქონდეს რაღაცა გარკვეული PR ჯილდო, რომელიც იქნება ესეთი ღირსეული PR ჯილდო, იმიტომ რომ ესეთი ყველა ქვეყანას აქვს ძალიან განსხვავებულები. ოღონდ იყო ამის ცდელობა და მე ვთქვი კიდეც რომ ჯეპრას ჰქონდა ამის ცდელობა პირველად ოქროს აფრა დაარქვა ამას. აფრები ნამდვილად გვჭირდება იმისთვის რომ კარგად ვიაროთ. და აი ვისურვებდი რომ იყოს ასეთი თავისი შეფასების კრიტერიუმებით პროგრამულად და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს პრაქტიკოსი პიარისტები. კაპიტან მარიკა, ვინც სწორედ ახლა გვისმენს და არ ქონდა საშუალება რომ დასწრებოდა ამ ღონისძიებას კონკრეტულად მეორე დღეს 5 აპრილს, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. თუ შეიძლება რომ ძალიან მოკლედ ვისაუბროთ და შევაფასოთ ის ძირითადი ხაზი, რაც გამოიკვეთა, რაზეც დღეს ქართველი პიარ სპეციალისტები ფიქრობენ და რაზეც ამახვილებდნენ ყურადღებას. ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული ყველა თემა იყო თავისთავად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ იყო ისეთი გამოწვევები, რომელიც დღეს რეალურად
დგას ქართველი PR სპეციალისტების წინაშე. ჩემი შეხედულებით აკლდა კიდევ რაღაცა კონკრეტული თემები მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო დროში შეზღუდული თავისთავად და იმეც ვიტოვებ, რომ შემდეგი, ვთქვათ, ასეთი პროექტის დროს კიდევ უფრო ვრცლად იქნება უფრო მეტი გამომსვლელი, იქნება უფრო მეტად ჩართულობა თავად სპეციალისტების მხრიდან ამა თუ იმ თემაზე საუბრის დროს. თქვენ რას იტყოდით? ისეთი არის სწორედ ეს აღნიშნე მე სანამ კითხვას დასვამდით, რომ აი ვისაკლისე დაუშვათ ესეთი кейსური, ანუ აი სწორედ პრაქტიკული მაგალითები. რა თქმა უნდა, იყო უფრო შეფასებითი, იყო რა თქმა უნდა ძალიან პრაქტიკული, ასე ვთქვათ, გზავნილები, ის რომ აი გვაკლია მაგალითად რაღაცა კვლევის მეთოდები, გვაკლია თვით შეფასების რაღაც კრიტერიუმები. ძალიან საინტერესო იყო კალატოზიშვილის გამოსვლა, რომელიც ამზადებს ძალიან სერიოზულ წიგნი იქნება სახელმძღვანელო ეს თუ რა ძალიან საინტერესო ჟღერდა ყოველ შემთხვევაში აი ჩამოყალიბებული თეზისები იყო ძალიან საინტერესო. ბევრი იყო, იცით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი იგივე სახელმწიფო PR-თან მიმართებაში რა პრობლემები იყო იქ ამის აღნიშვნა, ეს ძალიან საინტერესო გამოსვლა იყო, მე თუ მკითხავთ. და ძალიან კარგი იყო ესეც იგივე რა გველის მომავალში. რა იქნება ჩვენი ასე ვთქვათ გამოწვევა სამომავლო რომ რთულდება ისედაც რთული და ძალიან კომპლექსური და ძალიან მოზაიკური პროფესია რომელიც ბევრ უნარებს გულისხმობს რომ გქონდეს PR სპეციალისტი მაგრამ მომავალი კიდევ უფრო ურთულებს ტექნოლოგიურ პროცესებთან ასე ვთქვათ დიზაინის შემოსვლა და ყველაფერი ეს მიუხედავად რომ მაინც უნდა იცოდეს ყველაფერი ფერები, სიმბოლიკა და ასე შემდეგ, მაგრამ მომავალი ძალიან ართულებს ამას. ეს გამოსვლაც იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ აი მე გავმეორდები ალბათ რომ აი უფრო ფუნდამენტური მომზადება უნდა, უფრო ხანგრძლივი ამას, იგივე გამომცვლებიდან, იგივე თემების შერჩევა, ამ თემების განაწილება უნდა და არა დაუშვათ სასურვილების მიხედვით, რომ მე მინდა ამ თემაზე გამოსვლა და ვიღაცას უნდა ამ თემაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ იყო პირველი პრეცედენტი? ხო, რა თქმა უნდა, იცით, მაგიტომ ამბობ, რომ არასოდეს არ უნდა, ასე ვთქვათ, მაინდა-მაინც აგრესიული არ უნდა იყო პიანისტის მიმართ, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს აქ, როგორ მუსიკალური ნაწარმოებს უკრავ, რა დროა, როგორია ინსტრუმენტი და ასე შემდეგ. ასე რომ ნამდვილად მგონია, რომ ეს ურიგო არ ყოფილა ეს დღეები, ნუ იქნები ძალიან კრიტიკულები, იმიტომ რომ ეს გვეხერხება, საქმის კეთება რთული თორემ კრიტიკას რა უნდა და ქილიქს რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი და ადვილი გზაა მაგრამ აი საქმის გაკეთებას თუ გინდ PR დღეების ძალიან პროფესიულ ზონაზე მოწყობას მათ გარკვეული ნაბიჯების გავლა სჭირდება. უღრმესი მადლობა მარიკა დარჩია გახდათ ჩემი გადაცემის ამ ბლოკის სტუმარი ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ძალიან დიდი მადლობა თქვენ გისურვებთ წარმატებებს და დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა თქვენს მეტ გადაცემას PR ფორუმი რადიო იმედის ღეთერში სულ რამდენიმე წუთით შევისვენებთ და შემდეგ დავუბრუნდებით კვლავ მადლობა რომ გვისმენთ დღეს ვაფასებთ PR დღეები 2014-ს. შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად საღამოშიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით განვაგრძობთ გადაცემას PR ფორუმი თქვენ უსმენთ რადიო იმედს გახლავართ ნინი ხუგაშვილი და დღეს საუბრობთ თემაზე PR დღეები 2014 რომელიც უკვე შედგა 4, 5 და 6 აპრილს თბილისში და დღეს მის შეჯამებას, შეფასებას და რეკომენდაციებს ვისმენთ გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები იყვნენ ბერდიანა ცვლიშვილი და მარიკა დარჩია რომელმაც საკუთარი მოსაზრებები გაგვაცნეს მესამე მოგაწოდეთ ინფორმაციამ სპიკერების შესახებ ვინც გამოდიოდა ამ დღეს 5 აპრილს ვინც წარსდგა ქართველი PR პრაქტიკოსების და პროფესიონალების წინაშე საკუთარი თემებით და გამომდინარე იქიდან რომ ამ პროექტის მხარდამჭერი იყო გადაცემა PR ფორუმი ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ მოვიყვანთ მოვიწევთ მათ სტუმრად და იმ მნიშვნელოვანი თემების და საკითხების შესახებ აუცილებლად ვისაუბრებთ რომელიც დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტუალურია მწვავეა და პრობლემატურია ქართველი PR სპეციალისტებისთვის როგორც მოგახსენეთ პირველ ნაწილში ვინც სწორედ ახლა შემოგვერთა მე გავიმეორებ რომ მეორე დღეს 5 აპრილს მოეწყო გარდა სპიკერების გამოსვლისა და
გაუმფენისა, სადაც იყო სპეციალური ლიტერატურა წარმოდგენილი, პიარის მიმართულებით ტრენინგ ცენტრები და დაწესებულებები წარადგენდნენ საკუთარ პროგრამებს. ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებაც იყო. ჩვენ რამდენჯერმე უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ. თემა გახლდათ პიარი დღეს და ამ ყველაფერს ორგანიზებას ბლოგერების კონკურსს ორგანიზებას უწევდა პერიტუს ჯგუფი. ელდარ პირმისაშვილია ღია ეთერში საღამოშთობისა. მოგესალმებით ელდარ და ძალიან დიდი მადლობა რომ გამოყავით დრო და გვერდობით დღეს გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. ვიდრე ვისაუბრებთ გამარჯვებულების და მათი თემების შესახებ, მოკლე შეფასება გავაკეთოთ, თუ შეიძლება პიარ დღები 2014-ის. თქვენ ვინაიდან ხართ გამომსვლელი, ბუნებრივი ალბათ არ იქნებით მთლად ობიექტური, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის როგორც პიარ პრაქტიკოსისთვის ეს დღეები, რომ გაგვიზიაროთ შთაბეჭდილებები, ფიქრობ უგო ნამდვილად არ იქნება. მეგონი გასაკვირი არ იქნება რომ თქვა რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ სხვადასხვა ფაქტორებისგან და სხვადასხვა ღონისძიებებისგან შედგებოდა ეს პიარ დღეები 2014, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ორგანიზატორებისთვის, ასევე რა თქმა უნდა მონაწილეებისთვის. ერთი ის რომ ფორმალური მიმართულებები იყო, სადაც იყო გამოსვლები, აზრის გაზიარება და ასე შემდეგ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ ამერიკელი სპეციალისტისგან, რომელსაც 37 წლიანი გამოცდილება აქვს ფაქტობრივად ამ სფეროში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს მიდგომა და რა თქმა უნდა მესამე დღე, სადაც უკვე არაფორმალურად, იმიტომ რომ ეს არაფორმალური გარემო შექმნა და ერთმანეთთან ესეთ არაფორმალური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ასე რომ კლუბი მუშაობს, კლუბს ძალიან კარგი მიზნები აქვს დასახული და ძალიან მიხარია, რომ ესე წარმატებულად დამთავრდა პიარ დღეები 2014, რომელიც ფიქრობ შემდეგ დიახ, შემოგიერთდეთ ამ განწყობაში, იმიტომ რომ ეს იყო ნამდვილად ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი პროექტი. რაც შეეხება ბლოგერების კონკურსს. რაც შეეხება ბლოგერებს, ან ბლოგერების კონკურსი წარმატებულად დასრულდა. ჟიური მიცით რომ გამოავლინა 3 გამარჯვებული, ასევე კომპანია ჯეოსელმა გადასცა ძალიან კარგი პრიზები მათ და პერიტუს გრუპმა 300-200 და 100 ლარი გამარჯვებულებს, რაც საკმაოდ ისეთი სტიმულის მიმცემი არის. მათთვის თან ეს იყო პირველი ბლოგერების კონკურსი პერიტუს გრუპის, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მკაცრად ჟიურიმ არ შეაფასეს ნაშრომები, იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანის პირველი პოსტი იყო პიარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ იყვნენ თქვათ რაღაცა პიარ სპეციალისტები და დიდი გამოცდილება არ ჰქონდათ და შესაბამისად თქვათ პირველმა ბიჭებს გამდნენ ამ სფეროში და ზოგადად ამ სფეროს გაანალიზებაში, რაც ძალიან კარგი იყო და ზუსტად ამის სტიმულირება გვინდოდა ჩვენ რომ თქვათ რაღაცა ჩვენი კონტრიბუცია შეგვეტანა ამ თემის აქტუალიზირებაში, რასაც პიარ თემები ქვია. რა საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას გამარჯვებულები? ძირითადი საკითხები მაინც იყო პიარის როგორც დარგის, როგორც სპეციალობის, საერთოდ მიზნები, ამოცანები, როგორები არიან ზოგადად პიარ სპეციალისტები. რამოდენიმე თემა იყო წამოწეული, მაგალითად ერთი თემა იყო ვაკანსიასთან დაკავშირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ანუ თქვათ რეალურად როგორ ხდება, ანუ რა უნდა მოთხოვოს ორგანიზაციამ პიარ სპეციალისტს, თქვათ რამდენად ეს პიარ სპეციალისტი ახერხებს თქვათ ამ სხვადასხვა ტიპის მიმართულებების შესრულებას, ანუ რამდენად აქვს ეს უნარები და ზოგადად მაინც ტენდენცია ისეთი იყო, რომ რაღაც ერთი რომ უარყოფის კონტექსტში აღიქვამენ დღეს საქართველოში პიარ კომპანიები, მაგრამ კერძო კომპანიებში ძირითადად ხვდებიან მის არს, რატომ? იმიტომ პიარმა დაამტკიცა, რომ კარგად მუშაობს თავის საქმიანობიდან გამომდინარე. და უფრო ეს ორი მიმართულების შეჯამება იყო, სადაც თავიდან ცოტა ნეგატიურ განწყობაში იყო თქვათ ეს პოსტები, სადაც ეწერა რომ თქვათ რეალურად აღქმა არ ხდება, მაგრამ ბოლოში კარგად თავდებოდა, სადაც იყო რომ პიარს გაცილებით მეტი შეუძლია, პიარი განვითარების ეტაპზე არის და ზოგადად საინტერესოა რომ ესეთი ტიპის სხვადასხვა აქტივობები პიარში ხდება და თქვათ ანუ მასალაც ისეთი იყო, რომ ანუ პირად გამოცდილებას ყვებოდა ყველა რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რაც არ უნდა თქვათ ისეთი პრიმიტიული და მარტივი ყოფილიყო მათი ეს გამოცდილება და შეიძლება თქვათ მთლად პიარის მნიშვნელოვან საკითხებს არ ეხებოდა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენთვის. ხომ არ იგეგმება რომ იქცეს ერთგვარ ტრადიციად და კიდევ გამოცხადდეს ბლოგერების კონკურსი? იგი გვინდა რომ ანუ ყოველწლიური იყოს ეს ბლოგერების კონკურსი, რა თქმა უნდა უფრო დაიხვეწება თემების, დაიხვეწება სხვადასხვა ტიპის
უკვე გაანალიზება მათ მიერ მასალის და არ მაყოფილო, იმიტომ რომ 21 ბლოგერი ჩაერთო ამ კონკურსში, რაც ძალიან კარგი იყო კონკურსისთვის და ზოგადად თვითონ ინტერნეტისთვის იმდროინდელი შეგვექმნა რაღაც ტიპის პლატფორმა და არა ჩვენი პლატფორმა, არამედ დამოუკიდებელი ადამიანების პლატფორმა, რომ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის აზრი ჰქონდეთ ჩამოყალიბებული პიარის შესახებ, იმიტომ რომ ძირითადად პრობლემა რაც იყო, რომ ქართულენოვანი რესურსები და ქართული ადამიანების იგივე ბლოგერების გამოცდილება არ არსებობდა ამ სივრცეში, ხო, ინტერნეტ სივრცეში და შესაბამისად ამის შექმნის მცდელობა ჰქონდა ჩვენ ამ ბლოგერების კონკურსით. ძალიან დიდი მადლობა ელდარ პირმისაშვილი, პერიტუს გრუპის დამფუძნებელი გახდა დღე ეთერში. მე იმედი მაქვს, რომ გამონახავთ დროს და იმ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე, რითაც დიდი მადლობა თქვენ და მინდა იქნებით ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარიც უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა, განსაკუთრებული მადლობა თქვენ და ყოველთვის ასე თვალყოს ადევნებთ ჩვენს აქტივობებს და ჩართული ხართ პიარის განვითარებაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და მშვიდობებით ელდარ პირმისაშვილს, პერიტუს ჯგუფის წარმომადგენელს, სწორედ პერიტუს გრუპი იყო ორგანიზატორი ბლოგერების კონკურსისა თემაზე პიარ დღეს, რომლის დაჯილდოებაც და გამარჯვებულების გამოვლენაც პიარ დღები 2014-ის ფარგლებში ხდებოდა. გადაცემა ამით პრაქტიკულად დასრულებულია. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ დღეს საუბრობდით პიარ დღები 2014-ის შესახებ, რომელიც აპრილის დასაწყისში შედგა უკვე თბილისში და ამ სამი დღის შეფასება შეჯამება ვთხოვეთ ელდარ პირმისაშვილს, რომელიც უკვე ისაუბრა გალბატონ მარიკა დარჩიას და ბატონ ბერდიან ნაცვლიშვილს, რომლის საუბრობით გადაცემის პირველ ნაწილში უკვე შემოგთავაზეთ. გადაცემის ჩანაწერის ხელას თქვენ უკვე Facebook-ის ჩვენს გვერდზე პიარ ფორუმი რადიო იმედი შეძლებთ უკვე ხვალ. შეგიძლიათ დატოვოთ მოსაზრებები, მოგვაწოდოთ რჩევები, რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენ დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ. გახდით გადაცემის წამყვანი ნინი ხუგაშვილი, პიარ ფორუმის პროდიუსერია ნატალია თეთრაშვილი და საუკეთესო სურვილებით და წარმატებების იმედით მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ნახვამდის. როგორ აამუშაო შენი იდეა? როგორ დაგეგმო შენი წარმატება? როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას? შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. პიარ ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე.